საღამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია ქრონიკა 8 საათზე ხატე ხოთაზესთან და ლევან ჯავახიშვილთან ერთად. საღამომშვიდობის. გარეჩარება, წნეხი და პროტესტის მხარდაჭერა, გზავნილები ბრიუსელიდან და ხელისუფლების პოზიცია. ორგანიზებული შეტევა და ბულინგი ნაკრების ფეხბურთელებზე გიორგი მამარდაშვილის შემდეგ რადიკალების სამიზნე გიორგი ქოჩორაშვილი გახდა. ზრუნვა დასჯის ნაცვლად კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან მულტიფუნქციური ჯგუფი იმუშავებს. პროფესია პოლიციელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი პროექტი საჯარო სკოლებში. რეგიონული მშვიდობა და სტაბილურობა სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის მეორე დღე და შეხვედრები ქვეყნის პირველ პირებთან. გაურკვეველი წარმომავლობის საღებავი და ანტისანიტარია თევზის შესაბოლ ორ საწარმოში კრიტიკული დარღვევები აღმოჩენილი. უპრეცედენტო რეკეტი და ფინანსური ბერკეტების პოლიტიკური დევნისთვის გამოყენება. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს. უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღეში ბრიტანული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს იმ დავის შესახებ, რომელიც წლებია გრძელდება და სადაც მოსარჩელეს ყველა წინა პროცესი აქვს მოგებული. ნინო არღულიანი გვერდება. ბიძინა ივანიშვილის ძარცვა და მის წინააღმდეგ პოლიტიკური შანტაჟი უკავშირდება მხოლოდ იმას, რომ მან ქვეყნის ეროვნული ინტერესები ყველაზე მაღლა დააყენა და არ გახდა სპეცსამსახურების დავალებების შემსრულებელი. ასე პასუხობს ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი ოპოზიციური მედია საშუალებებით გავრცელებულ სპეკულაციებს, რომელიც ლონდონში მიმდინარე სამართლებრივ დავას უკავშირდება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო 24 ნოემბერს გავრცელებს. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბრობს იმის თაობაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარ აქტივებთან დაკავშირებით ორი ინსტანციის სასამართლო სინგაპურსა და ბერმუდაზე უკვე მოგებული აქვს, მისთვის წინასწარ შეიძლება იმის პროგნოზირება, რომ ლონდონის გადაწყვეტილების შემდეგ ივანიშვილს საკუთარი აქტივების მართვის შესაძლებლობას მაინც არ მისცემენ, რადგან განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აქ სამართალზე მეტად მაღლა პოლიტიკური შანტაჟი დგას. დღეს უფლებადამცველმა ვრცელ განცხადებაში დეტალურად განმარტა, თუ როდის დაიწყო, როგორ განვითარდა და სადამდე მივიდა ერთი ადამიანის მიზანმიმართული დაყაჩაღების სქემა. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვაპირებდით ამ თემაზე რაიმე სახის განცხადების ან განმარტების გაკეთებას მიუხედავად იმისა, თუ როგორი შედეგით დასრულდებოდა სამართლებრივი დავა, მაგრამ რადგან თემამ პოლიტიკოსებმა პოლიტიკური გარჩევის საგნად აქციეს, გადავწყვიტეთ ქართული საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მოკლედ შეგვეხსენები და საკითხის პერიპეტიები, რამე თუ ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებული ავაზაკური რეკეტი არის უპრეცედენტო და პოლიტიკური დევნისთვის ფინანსური ბერკეტის გამოყენების კლასიკური მაგალითი. ბატონი ივანიშვილის მიმართ უცხოური სპეცსამსახურების იგივე Deep State-ის მხრიდან პოლიტიკური დევნა 2008 წელს დაიწყო. ეს ის დროა, როდესაც წინა ხელისუფლებამ ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები გააყალბა და ძალაუფლება მიიტაცა, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი სრულად დისტანცირდა ამ პოლიტიკური ძალისგან. ეს გადაწყვეტილება კატეგორიულად მიუღებელი იყო წინა ხელისუფლების გარე პატრონებისთვის, რის გამოც მიზანმიმართულად დაიწყეს შვეიცარიაში განთავსებული ფინანსური ანგარიშების დანგრევა. მარტივად გადაიბირეს კონკრეტული პირი, კრედიტ სუისში მომუშავე პერსონალური ბანკირი პატრის ლესკუდრონი, რომლის ხელით გაძარცვეს ბატონი ივანიშვილის ანგარიშები. წლების შემდეგ კი ეს პიროვნება ტყეში ხეზე ჩამოგიდებული იპოვნეს, ხოლო ფაქტს თვითმკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭეს და საქმეც დაიხურა. სპეცსამსახურებმა საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკური დევნის პროცესში მთლიანად ჩამოანგრიეს შვეიცარიის საბანკო სისტემის პრესტიჟი, ხოლო ერთ დროს მსოფლიოში ნომერ პირველი ბანკი კრედიტ სუისი გაკოტრებამდე მიიყვანეს. ჩვენ მიერ წარმოებული სამართლებრივი დავები 10 წელზე მეტია გრძელდება. უნდა აღინიშნოს, რომ საქმე მისი შინაარსიდან გამომდინარე უპრეცედენტოდ მარტივია. ხელის გულზე დევს მთელი სისტემის მხრიდან ერთი ადამიანის მიზანმიმართული დაყაჩაღების სქემა. ჩვენ მოვახერხეთ და სინგაპურში წარმოებული დავა გამარჯვებით დავასრულეთ. ასევე გავიმარჯვეთ ბერმუდაზე ორი ინსტანციის სასამართლოში და ახლა სწორედ მესამე და უმაღლესი ინსტანცია გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ამ საქმეზე.
სასამართლო დავების პარალელურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკური დევნამ დროთა განმავლობაში ახალ მასშტაბებს და აბსურდულობის ახალ მწვერვალებს იპყრობდა. რაც საბოლოოდ დასრულდა იმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა მას საქართველოში რუსული ინტერესების გადარების საბაბით. აშკარად იკვეთება, რომ არაფორმალურ მმართველებს იგივე Deep States აშკარად უჭირს სასამართლო სისტემის და პროცესების გაკონტროლება. მით უმეტეს, როდესაც საქმეში იოტის ოდენა კითხვის ნიშნები არ არსებობს, მაგრამ მათ ხელთ აქვთ სხვა არაერთი ბერკეტი, მათ შორის ჩემ მიერ ხსენებული სანქციები. გარდა იმისა, რომ ამერიკის წინა ადმინისტრაციიდან არავის აუხსნია კონკრეტულად რის გამო დააწესეს სანქცია, რა იყო ის რუსული ინტერესი, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა საქართველოში გაატარა, უსაფუძვლოდ უმიზეზოდ დაწესებული სანქცია სწორედ იმ თანხაზე მიმართეს, რომლის შესახებ გადაწყვეტილება ლონდონში სწორედ 24 ნოემბერს გამოცხადდება. ეს არის ორიდან ერთ-ერთი მსხვილი აქტივი, რომელიც ბატონ ივანიშვილს უცხოეთში აქვს. სანქციების დაწესება იმ თანხაზე, რომელიც ჩემს მარწმუნებელს ჯერ საბოლოოდ სამართლებრივი გზით არ დაუბრუნებია, მარტივი მესიჯი იყო ჩვენთვის. შესაძლოა სასამართლო მოიგოთ, მაგრამ აქტივის დაბრუნების საკითხს მაინც ჩვენ გადავწყვეტთ. არის კიდევ ერთი, უფრო მეტად ცინიკური და თეთრი ძაფით ნაგერი საქმე სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებად შვეიცარიაში, კერძოდ ბანკ ჯულიუს ბაერში. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები არანაირად კავშირში არ არის ამ თანხასთან, ბანკმა ხულიგნურად გააჩერა როგორც ბატონი ივანიშვილის აქტივი, ასევე თანხაზე წვდომა შეუზღუდა მის მეუღლეს და შვილებს. და თუ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში შვეიცარიის ბანკი სრულიად აბსურდულად, მაგრამ მაინც საბაბად ამერიკულ სანქციებს იყენებს, ვერაფერს და არაფერს ამბობს იმაზე, თუ რატომ აქვს დაყადაღებული მეუღლის და შვილების თანხები. სპეცსამსახურები წინა ადმინისტრაციის ხელით ბატონი ივანიშვილის მეუღლეს და შვილებს რუსული ინტერესების გადარებისთვის ვერ დაასანქცირებდნენ, რადგან ეს Deep State-ისთვისაც კი გადამლაშება იქნებოდა, თუმცა სადაც ფორმალური მიზეზების მოძებნა უჭირთ, უხეშ ყაჩაღურ მეთოდებზე გადადიან. ასეთია ძალიან მოკლები მოხილვა იმ პროცესების, რომელიც წლებია გრძელდება და რომელმაც ჩვენ თვალწინ შექმნა უპრეცედენტო მაგალითი ადამიანის დევნის, ძარცვისა და შანტაჟის მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები დააყენა ყველაფერზე მაღლა და არ იქცა სპეცსამსახურების იგივე Deep State-ის მითითებების შემსრულებლად. სხვა მაგალითებს, რომ თავიდაბანებოდ შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირდაპირ აღიარებს, რომ წინა ადმინისტრაცია მთლიანად არაფორმალური გავლენების მქონე პირებისგან იმართებოდა, ხოლო თავად ხმალამოღებული იბრძვის ამ ძალების წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაწესებული სანქციებიც სწორედ ამ არაფორმალური მმართველების მიერ არის დაწესებული და ამ მხრივ ტრამპის გადაწყვეტილება ჩვენთვის იქნება რეალურად ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, არის თუ არა პრეზიდენტის ბრძოლა Deep State-ის წინააღმდეგ რეალური. თეიმურაზ ციქვაძის ვრცელი წერილი გრძელდება იმით, რომ მიუხედავად იმისა, სხვადასხვა ბანკების ჩართულობით ბიძინა ივანიშვილს მსხვილი აქტივები დაუყადაღეს, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე და მისი ოჯახი აგრძელებენ ერთის მხრივ ამ ფულის გარეშე აგრძელებენ ერთის მხრივ ქვეყანაში მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობის დაცვას, მეორეს მხრივ კი საქველმოქმედო საქმიანობას. რაც შეეხება ოპოზიციის და მათ მიერ კონტროლირებული მედიის სპეკულაციებს, ლონდონში ჩანიშნული ბოლო სასამართლოს დაყადაღებული თანხებისა და ბრიტანეთიდან მოსალოდნელი თითქოს დამატებითი სანქციების თაობაზე გაუგებარია რა უხარიათ ამ გაკოტრებულ ძალებს. ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ რა შედეგებითაც უნდა დასრულდეს სასამართლო და სავარაუდოდ ორი ინსტანციის კვალდაკვალ მესამე ინსტანციაშიც გავიმარჯვებთ, ამ თანხების დაბრუნება არ მოხდება. აქვე საზოგადოებას დარწმუნებით და სრული პასუხისმგებლობით ვუცხადებთ, რომ ჩვენი მხარისთვის ისიც კი უცნობი იყო, რომ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა 24 ნოემბერს იგეგმებოდა, რაც საჯარო სივრციდან გავიგეთ. აღნიშნულის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ბატონი ივანიშვილი აბსოლუტურად შეგუებულია იმ ფაქტს, რომ არც კრედიტ სუისის საქმესთან დაკავშირებულ და არც ჯულიუს ბაერში აკუმულირებულ თანხებს აღნიშნულ ბანკთან ბატონი ივანიშვილი მიმოწერასაც კი არ აწარმოებს მათი მხრიდან ჩადენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით, მას და მის ოჯახის წევრებს არ განაკარგინებენ, ისევ და ისევ პოლიტიკური დევნისა და შანტაჟის გათვალისწინებით. ბატონი ივანიშვილი და მისი ოჯახი ამ თანხების გარეშეც აგრძელებს ერთი მხრივ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობის დაცვას, მეორე მხრივ კი საქველმოქმედო საქმიანობას. აქტივებზე, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილება ლონდონის სასამართლომ 24 ნოემბერს უნდა გამოაცხადოს, ბიძინა ივანიშვილს და მის ადვოკატებს ორი ინსტანციის სასამართლო უკვე მოგებული აქვთ. მადლობთ, ნინო არღლიანი იყო. საკუთარ სახლში ოპოზიციის მასპინძლობის შემდეგ საფრანგეთის ელჩმა ამჯერად საელჩოში სერგი კაპლანძე მიიღო. რა ვიცით შეხვედრის შესახებ, ნინი გოგიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში.
პოლიტიკიდან არასამთავრობო ორგანიზაციაში გადაბარგებული და მაინც პოლიტიკურად აქტიური სერგი კაპანაძე დღეს საქართველოში ახლა დანიშნულ საფრანგეთის ელჩს შეხვდა. ქრონიკის გადამღებმა ჯგუფმა ექსკლუზიურად გადაიღო კადრები თუ როგორ ტოვებს საელჩოს ტერიტორიას მანქანით სერგი კაპანაძე. ამ დრომდე ჩვენ მასთან დაკავშირებას ვცდილობდა კონკრეტული პასუხის მოსმენას თუ რა განიხილეს შეხვედრაზე, რა აინტერესებდა ელჩს მისგან და რა სახის ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა სერგი კაპანაძე ამ დრომდე ჩვენს არც სატელეფონოს და არ შეტყობინებებს არ პასუხობს. არადა ეს კითხვა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ახლა მაყურებელი ხედავს კადრებს, რომ სერგი კაპანაძე სწორედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების გვერდზე დგას, რომლებიც მხილებულები არიან მხილებულები არიან საპროტესტო აქციების წახალისებასა თუ ორგანიზებასა თუ დაფინანსებაში. ჩვენ ამ დრომდე ველოდებით პასუხს ასევე საელჩოსგან კონკრეტული კითხვით მიმართეთ ოლივიე კურტოს თუ რატომ დაინტერესდა ის სერგი კაპანაძესთან შეხვედრით და რა სახის ინფორმაციის მიღება სურდა მას სერგი კაპანაძესგან, თუმცა ამ დრომდე არც საელჩოსგან მიგვიღია ოფიციალური პასუხი. სანამ მხარეების მხრიდან განმარტებებს ველოდებით, მანამდე მაყურებელს შევახსენებთ, რომ ეს პირველი შეხვედრა არ არის. ჯერ კიდევ გასულ კვირას საფრანგეთის ახლა დანიშნული ელჩი შეხვდა 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას, თუმცა ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ის შეხვდა და მიიწვია არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არა საელჩოში, არამედ მის პირად საცხოვრებელ სახლში. ამიტომ ამ თემასთან დაკავშირებითაც ჩვენ მივმართეთ ოფიციალური წერილით საელჩოს, თუმცა კვირაზე მეტი გავიდა და არც ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მოგვისმენია ოფიციალური განმარტება და ეს ინფორმაციაც მხოლოდ მედიის საშუალებით გახდა ცნობილი, ანუ ეს შეხვედრაც იყო ფარული. ასევე მედიის საშუალებით გახდა ცნობილი ის ფაქტიც, რომ საფრანგეთის ელჩი შეხვდა კონკრეტული მედიის წარმომადგენლებსაც. შესაბამისად, ოლივიე კურტოს და საფრანგეთის საელჩოს ბევრი დაუგროვდა სასაუბრო შეხვედრებთან დაკავშირებით. ჩვენც ვცდილობთ, რომ ეს განმარტებები მოვისმინოთ ოფიციალური წერილებითაც მივმართეთ მათ, თუმცა ამ დრომდე როგორც გასული კვირის, ასევე დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით საელჩოსგან არაფერი მოგვისმენია. მადლობა ნინი, ეს ნინი გოგიშვილი იყო. ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგის ჩაშლა, სასურველი ცვლილებების გაფართოების წინაპირობად დაყენება და ფინანსების სასურველ ადრესატამდე მიტანის არალეგალური გზების ძიება. ბრიუსელის გზავნილები და გადაწყვეტილებები მთავრობის მეთაურისთვის ევროპის სამწუხარო რეალობას ადასტურებს. და როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბრიუსელის მიერ სამოქალაქო საზოგადოებად წოდებული ორგანიზაციების ანგარიშზე რევოლუციის მოწყობის რამდენიმე უშედეგო მცდელობაა. მათი სახალისება კი მიზანმიმართულ სცენარს გავს პროცესების კიდევ უფრო მეტად რადიკალიზაციისთვის. სოფო ბერიძე გვერდება. ვისაც დიალოგი გულწრფელად სურს, ის არა მხოლოდ პოლიტიკურ მზაობას აფიქსირებს, არამედ ასეთი შეხვედრისთვის საგანგებოდ ემზადება. შესაბამისად, თბილისმა მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია იმისთვის, რომ 21 ნოემბერს ჩანიშნულ შეხვედრაზე ყველა კითხვაზე, რომელიც შესაძლებელია ევრობიუროკრატებს ჰქონოდათ, თბილისს ჰქონოდა მტკიცებულებებზე დაფუძნებული არგუმენტირებული პასუხი. თუმცა მთავრობის მეთაური ხედავს, რომ ბრიუსელი ასეთ დიალოგს გაექცა. ირაკლი კობახიძე ევრობიუროკრატებს ურჩევს საქართველოში ხელისუფლების ცვლილებაზე ოცნებას შეეშვან. ისინი გაურბიან დისკუსიას, გაურბიან მსჯელობას. რატომ მოითხოვა ევროკავშირმა საქართველოსთან დიალოგის გადადება? ქრონიკა მეორე დღეა ბრიუსელიდან ოფიციალური ინფორმაციის მიღებას ცდილობს, თუმცა კითხვის ადრესატები დუმან. თბილისისთვის გაუგონარია უარის შეხვედრაზე, რომელიც ადამიანის უფლებების საკითხს ეხება. დიალოგიდან გაქცევისთვის საბაბის ძიებას ევროკავშირი საქართველოს პრემიერისთვის საბჭოურ მიდგომებამდე მიჰყავს. ჭირივით ეშინია დიალოგის ასეთია მათი დამოკიდებულება. ეს არის საბჭოური მიდგომა. ეს არის ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომა. მოქმედებენ როგორც საკავშირო ხელისუფლება, კომპლექტება დელეგაცია და ყველა სამინისტროში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ყველაზე მეტი ცოდნა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ევროკავშირის ხელისუფლება ევროკომისრებისგან შედგება. მარტა კოსის პოლიტიკაში საქართველოს მთავრობა დიდი ხანია, მან კი ერთ განზრახვებს ხედავს. ასეთებს შორის არის მისი სულ ბოლო განცხადებაც. კოსი არ მალავს, რომ ევროკავშირი ქართული NGO-ების დაფინანსებისთვის ახალ გზებს ეძებს. ქართული სახელმწიფო კი არაპირებს
რომ ქვეყანაში შავი არხების გაჩენა დაუშვას. შავ არხებს ეძებენ ფულის გადმორიცხვისთვის. როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვა შავი გაქვს. ჩვენ ვიცით რა ხმარდებოდა ეს ფული. ეს იყო რევოლუციის მოწყობის 5 სხვადასხვა მცდელობა, სწორედ ამ ენჯოების მეშვეობით, ვისაც უწოდებენ სამოქალაქო საზოგადოებას. ევრობიუროკრატები ამ მიზანს რომ ვერ ელევიან, ამას კიდევ ერთი კომისრის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაც ადასტურებს, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების საჭიროებას აყენებს. თბილისი ბრიუსელს ურჩევს ეს ამოცანა დაივიწყოს. კოლექტიური კუბილიუსები ვერ ეღირსებიან საქართველოში კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნებას, ამის პირობას ვიძლევით ჩვენ. ნაცმოძრაობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არ შემდგარი შეხვედრით ხარობს. ოპოზიცია თბილისში ზუსტად იმავე ლექსიკას იყენებს, რომელსაც ბრიუსელში ევრობიუროკრატების ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ევროკავშირის მოთხოვნით გადაიდო, ხელისუფლების ოპონენტები დიალოგის მიზანმიმართულ საბოტაჟში მაინც საკუთარი ქვეყნის მთავრობას ადანაშაულებენ. ქართული ოცნების პირობებში ევროკავშირის კარი დაკეტილია და დაკეტილი იქნება. უმარტივესი ჭეშმარიტება, რომ სანქცირებულ ადამიანს არ ჩასვამ დელეგაციაში თუ გსურს კონსტრუქციული ურთიერთობა. დიალოგის მაგიდი საყირავება მართველი პარტიისთვის ბრიუსელის მიდგომის ლოგიკური გაგრძელებაა. თანაც მაშინ, როცა საზოგადოება ბოლო დღეებია, პოლიტიკური აღიარების სერიებს უყურებს. ყველა ამ ნაბიჯს ქართული ოცნებისთვის ერთი მიზანი აქვს: ურთიერთობის კიდევ უფრო ესკალაცია შემდგომი რადიკალური სვლების გამართლებისთვის. ყოველთვის შანტაჟი, ყოველთვის მუქარა, ჯერ იყო და კანდიდატის სტატუსით გვემუქრებოდნენ, გვაშანტაჟებდნენ, შემდეგ მოლაპარაკება გახსნა არ გახსნის თემა, ვიზა ლიბერალიზაცია და რა თქმა უნდა ამ ტიპის ქმედებები რომ დანიშნულ შეხვედრას აუქმებენ, გასაკვირი ჩემთვის ნამდვილად არ არის. ჩვენ უკვე მერამდენეთ ვადასტურებთ სრულ მზაობას დიალოგისა და იმისა, რომ ჩვენი არგუმენტები გადავცეთ, აუხსნათ, რატომ რას ვიღებთ და რატომ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებებს. ამის ნაცვლად დღენიადაგ ჩვენ ვიღებთ სწორედ აი ესეთ დესტრუქციულ ნაბიჯებს. საერთოდ მათი გადასაწყვეტია, მაგრამ იმედია საბოლოო ჯამში მაინც მოეგებიან გონს და დიალოგის მოსურნეების რაოდენობა გადაწონის იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც ხოლო ესკალაციაზე და დაძაბულობაზე ფიქრობენ. ის, რასაც დღეს ევროკომისია აკეთებს, არ არის არც ევროკავშირის ინტერესში, არ შედის არც ევროკავშირის ინტერესში და არ შედის ნამდვილად არც საქართველოს ინტერესში. რაც უფრო მალე მიხვდებიან და გაითავისებენ, რომ ეს არ არის, ასე ვთქვათ, სწორი გზა და ეს არის გზა არსაით და საქართველოს ხელისუფლებასთან მათ უნდა გქონდეთ დიალოგი, მით უფრო მალე მოხდება საქართველოსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობების გაუმჯობესება. ვისაც დიალოგი გულწრფელად სურს, მზადყოფნას რთულ მოცემულობაშიც ადასტურებს. კონსტრუქციული მიდგომის ერთგული საქართველო იმეორებს, რომ პარტნიორებთან ურთიერთობებში დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. რადიკალიზმის ახალისების მცდელობა შეფასდა ცალკეულ ევროპელ ლიდერთა გზავნილები. ხელისუფლებას იწუნებს და ოპოზიციას ქმედებებს უწონებს, მათ შორის ლატვიის პირველი დიპლომატი, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისში აქციაზეც კი იდგა. გარეჩარება, წნეხი და ხელისუფლების მტკიცე პოზიცია. მეგინ არსავიზის სიუჟეტში. ევროპელი ბიუროკრატები ქართველი ხალხის არჩევანის წინააღმდეგ. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ნაწილის რიტორიკაში არაფერი შეცვლილა. მათი გზავნილები ისევ სრულად ემთხვევა ქართველი რადიკალების განცხადებებს. ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ამბობენ, თითქოს საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე უკან დაიხია. ახალისებენ რადიკალიზმსა და პროტესტს. ისევ ცდილობენ გამიჯნონ ხალხი და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. ქართულ ოცნებას საგარეო პოლიტიკას უწუნებს, მათ შორის ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც უახლეს წარსულში დიპლომატიის ჩარჩოებს ისე გასცდა, რომ თბილისში ოპოზიციურ აქციაზეც კი მივიდა. ვიცით ნათლად, რომ ქართულ ხალხს სურს ევროპულ გზას დაუბრუნდეს. საქართველო კარგად მიდიოდა ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით და იყო მკაფიო ვალდებულებები ამ გზის გასაგრძელებლად. შემდეგ მთავრობამ საერთოდ შეცვალა ეს გზა. ქართველი ხალხისადმი ჩვენი გზავნილია, რომ ვაფასებთ მათ თავდადებას თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. რაც შეეხება ხელისუფლებას, რამდენჯერმე მქონდა შესაძლებლობა, რომ პირდაპირ გამომეხატა ჩვენი მოსაზრებები. უკიდურესად გვაღელვებს საქართველოში განვითარებული მოვლენები, ძალიან სწრაფად დგამენ ევროკავშირში გაწევრიანების საპირისპირო ნაბიჯებს. ეს ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. ვცდილობთ ყველანაირად, რომ მხარი დავუჭიროთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ასევე მუშაობენ დემოკრატიისა და პრესის თავისუფლებისთვის, რადგან ხედავთ საქართველოში ამის დაუყოვნებლივ საჭიროებას.
ევროკავშირიდან რომ საქართველოს წინააღმდეგ უსაფუძვლო კრიტიკა არ წყდება, ეს საპარლამენტო ოპოზიციისთვის ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ პოლიტიკური ინტერესი ისევ დიდია. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება არის მორიგ ჯერზე მტკიცებულება თუ რა მხელა ხარისხის ინტერესი აქვს საქართველოს წინააღმდეგ გლობალური ომის პარტიას და მის შემადგენლობას. წარმოიდგინეთ, ახლა საფრანგეთში არის პოლიტიკური კრიზისი. თავად პრეზიდენტს მთავრობა ვერ დაუკომპლექტებია უკვე მე რამდენი წელია. შესაბამისად ეკონომიკური პრობლემებიც აქვს და რატომღაც იცლიან იმისთვის რომ რუსთაველზე 30 თუ 50 კაცი წაახალისონ. იმიტომ რომ მე მათი აზრით გახდეს ბევრი. საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას, იცავს სუვერენიტეტს, ატარებს პრაგმატულ პოლიტიკას. მმართველი გუნდის წევრების შეფასებით, სწორედ ამ ყველაფერს არ პატიობენ საქართველოს ხელისუფლებას. ქართული ოცნებიდან ევრობიუროკრატებს ურჩევენ საკუთარ ქვეყნებში არსებული მწვავე კრიზისების მოგვარებას მეტი დრო დაუთმონ და საქართველოს მოექცნენ როგორც პარტნიორს. საფრანგეთის პრეზიდენტის რეიტინგი არის ისტორიულ უფსკრულზე ჩამოსული, ისტორიულად დაბალ ნიშნულზე. ეს მე მგონი ბევრისთვის უნდა იყოს მაჩვენებელი, რომ რაღაცას საფრანგეთის ხელისუფლება სუბუქად ვამბობ არაკეთებს სწორად. ამიტომ სხვაგან სვისკეთის გაშვერა, სხვა მის რაღაც საგარეო ფლანგებზე თავიანთი კუნთების დანახვება ჯობია საკუთარი მოსახლეობაზე იზრუნონ უკეთ და საქართველოს დაინახონ არა როგორც რაღაც დაპირისპირებული მხარე, არამედ როგორც პარტნიორი მათსავე პრობლემების მოგვარებაში, მათ შორის თუნდაც საფრანგეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში. ის რაც დღეს ხდება რუსეთ-უკრაინის და რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების ფონზე, ამ შემთხვევაში საქართველოსთვის იყო სხვა როლი განკუთვნილი. საქართველოს ხალხმა ამ როლს უარი უთხრა. ესეთი განცხადებები მუდმივად იქნება, სანამ ეს გეოპოლიტიკური დაძაბულობა სოფლიოში ესეთი მძაფრი არის. ის რომ საფრანგეთის და ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანას უამრავი პრობლემა აქვს და ფაქტობრივად პოლიტიკური კრიზისები, რა თქმა უნდა გამოწვეულია სწორედ ამ პოლიტიკით. ძალიან მძიმეა ამ ბიუროკრატებისგან ისეთი განცხადებების მოსმენა, როგორც არის პირველ რიგში რადიკალიზმის ამახალისებელი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროპა დაუბრუნდება თავის კლასიკური გაგებით და არსებული გაგებით თავის ღირებულებებს. ევროპიდან გაკეთებული განცხადებებისა და საქართველოში მყოფი რადიკალების დესტრუქციის მიუხედავად მტკიცია ქართველი ხალხის პოზიცია, რომელიც არჩევანს ყოველთვის მშვიდობასა და სტაბილურ განვითარებაზე აკეთებს. მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტუმრად მყოფ სომხეთის პრეზიდენტ შეხვდა. საუბრის თემა ბუნებრივია სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულება იყო. ვაჰაგ ხაჩატურიანი ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო. თამარ ჩიკვატიას სიუჟეტი. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სომხეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე საუბრით დაიწყო. ლიდერებმა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე ილაპარაკეს. ძალიან სასიამოვნო შეხვედრა. ძალიან მოხარული ვართ, რომ დინამიკურად ვითარდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. და რა თქმა უნდა, მაღალი დონის ვიზიტების სანახშირი გაცვლაც ამის დასტურია. მადლობა საქართველოს შემოგზავნებისთვის, თქვენ პირადი მხარდაჭერით ჩვენთვის არის თქმა ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ურთიერთობები ძალიან დინამიურად ვითარდება, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში. გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა მთავრობასთან და დარწმუნებული ვართ, რომ ამ დინამიკით, ამ ტემპებით ჩვენ ძალიან წარმატებებს მივაღწევთ მომავალში ურთიერთობების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით. დიდი მადლობა საქართველოს ხელისუფლებას თბილი მიღებისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ ორმხრივი ურთიერთობების გამყარებასა და გაღრმავებას. დარწმუნებულები იყავით, რომ სომხური მხარის განწყობებსა და მიდგომებში ვერანაირი ცვლილება ვერ იქნება. ჩვენი ერთობლივი სურვილია რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, შიდა პოლიტიკური მდგრადობა. ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობა საქართველოშიც და სომხეთშიც დააფასებს მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობა დადასტურდა სომხეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრაზეც. იმჟელეს ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ საპარლამენტო ურთიერთობებსა და ოფიციალური ვიზიტების სიხშირეზე, რომელიც ამ მეგობრობას ადასტურებს.
მოხარული ვარ, რომ მეორედ უმასპინძლობ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვახაგნ ხაჩატურიანს საქართველოს პარლამენტში. ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ ასახა საქართველოსა და სომხეთს შორის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობა. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ინტენსიური ურთიერთობები და ჩვენს რეგიონში განვითარებული პოზიტიური დინამიკა. სამხრეთ კავკასია ყველაზე ძლიერი იქნება, როდესაც მისი სამი ქვეყანა ერთობით და თანამშრომლობით იმუშავებს. სომხეთის პრეზიდენტისთვის საქართველოში ეს უკვე მეორე ოფიციალური ვიზიტია. მხარებს აქვთ საერთო პოზიცია სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამივე ქვეყნის მჭიდრო კავშირები ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნის. სამხრეთ კავკასია როგორც ერთიანი რეგიონი ბევრად უფრო მიმზიდველი და ბევრად უფრო საინტერესოა პოტენციური ინვესტორებისთვის. ამიტომ ჩვენ მხოლოდ მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებას. ვისაუბრეთ ჩვენს გამოცდილებაზე ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. სომხეთს გადაეცა ცოტა ხნის წინ სამოქმედო გეგმა და მათ ასე ვთქვათ შევპირდით, რომ გაუზიარებთ იმ გამოცდილებას, რომელიც ჩვენ გვაქვს. სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულებულია. სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში მაღალი დონის შეხვედრები კონკრეტული შედეგით დასრულდა. არსებული პოლიტიკური კავშირების გამყარება, მომავალში თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი სავაჭრო-ეკონომიკური ინიციატივები. რა შემთხვევაში გადამისამართდება კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში. მმართველი გუნდი ახალი კანონპროექტის დეტალებს განმარტავს. გერმანულ ანალოგზე დაყრდნობით მომზადებული ცვლილებები კრიმინალის შემცირებას, ბავშვზე ზრუნვას და კომპლექსურ მიდგომას გულისხმობს. ნინო არღლიანი გიამბობთ. ძარცვის ფაქტები, ქურდობის ფაქტები, ყაჩაღობის ფაქტები, რომელსაც ჩადიოდნენ 14 წელს მიუღწეველი პირები, თუმცა სამართლებრივად არ არსებობდა მექანიზმი ამ ბავშვებზე ზრუნვის, მათი რეაბილიტაციის. სწორედ ამიტომ სახელმწიფო კანონთან კონფლიქტში მყოფ 14 წლამდე მოზარდებზე ზრუნვის ახალ ეტაპზე გადადის. დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში არასრულწლოვანზე ზრუნვის მექანიზმში ფსიქოლოგებით, იურისტებით, ექიმებით, სოცმუშაკებით და მშობლებით დაკომპლექტებული მულტიფუნქციური ჯგუფი და მათი მონაწილეობით და სასამართლოს გადაწყვეტილებით ბავშვი არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართდება. ამ ზომას სახელმწიფო ჩადენილი ქმედების პროპორციულად უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს, ანუ მაშინ, როცა ოჯახში დაბრუნების ან რეაბილიტაციის სხვა პროგრამები ეფექტიანად არ იმუშავებს. ეს არ არის დასჯა, ეს არის ზრუნვა, ეს არის უკიდურესი ღონისძიება, როდესაც სახელმწიფო თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ ბავშვის აღზრდაში, მის რეაბილიტაციაში ჩაერთოს ინტენსიურად და მან განახორციელოს ეს ღონისძიებები. ძირითადად მექანიზმები იყო დაფუძნებული ბავშვის სურვილზე ჩაერთვებოდა თუ არა ის კონკრეტულ პროგრამებში, რაც რა თქმა უნდა დამერწმუნებით, რომ ვერ იქნება ეფექტური. იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყოფებოდნენ ვიზიტით, შეხვდნენ იქ არსებული დაწესებულების ხელმძღვანელობას, გაიაზრეს და არის ის თითოეული პროგრამა, რაც ფუნქციონირებს და როგორც ასე თქვა ჩვენ დაგვარწმუნეს გერმანელმა სპეციალისტებმა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოდელი მსგავსი ტიპის ასე თქვა შემთხვევებისთვის. ქართული კანონი გერმანული კანონის ანალოგი იქნება. საერთაშორისო გამოცდილება კი ამბობს, რომ ამ გზით ბავშვების სრულფასოვანი განვითარება კრიმინალის ნაცვლად განათლების მიმართულებით ხდება. ესაა კანონპროექტის ავტორების მთავარი მიზანიც. სტატისტიკა აჩვენებს, რომ კრიმინალისკენ მიდრეკილი ბავშვების ქმედებები მნიშვნელოვანი გამოწვევა. მათზე მზრუნველობის გაძლიერების რეკომენდაცია კი გასული წლის ანგარიშში გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმაც გასცა. ეს ინიციატივა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, ბავშვს განიხილავს როგორც, რა თქმა უნდა, განათლების ბენეფიციარს პირველ რიგში და არა როგორც კრიმინალს და არა როგორც სასამართლოს ბენეფიციარს. ცენტრს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ ინდივიდუალური შეფასებით მიიღოს ორი სახის გადაწყვეტილება, ერთი, რომ ასეთი მოზარდების ჩართვა მოხდეს სპეციალურ პროგრამებში, ეს არის მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის პროგრამა და მეორე გადაწყვეტილება, რომელიც უკიდურესი ფორმის იქნება ამ შემთხვევაში, ეს არის უკვე სასამართლოს გავლით რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში მოთავსება. დასჯის ნაცვლად ზრუნვა ეს ერთი წინადადება კანონპროექტის მთავარი სულისკვეთებაა დოკუმენტის ავტორებისთვის, რომლებიც ინიციატივის კრიტიკოსებს კიდევ ერთხელ უხსნიან, რომ ახალი კანონით 14 წელს მიუღწეվել ბავშვებს პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ. არავითარი თავისუფლების აღკვეთა არ იქნება. შესაბამისად, არც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
გამომდინარე იქიდან რომ არამეთარ პასუხისმგებლობა არ დგება და ცდილობენ რომ ჩაადენინონ ქურდობა, ყაჩაღობა, ძარცვა ქვეყანას და პასუხისმგებლიან ხელისუფლებას, ჩვენს გვაქვს ვალდებულება რომ სოციალური სახელმწიფოს უზრუნველყოფა მოვახდინოთ, ვიზრუნოთ ჩვენს მომავალზე. შესაძლებელია რომ უფრო მეტი ასაკისაც იყოს უკვე როდესაც დანაშაული გამოვლინდება ბავშვი და შესაბამისად თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული რომ ისიც კვლავ საჭიროებს ზრუნვას, ანალოგიური ზრუნვის მექანიზმები გავრცელდება მათზე. საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებად კანონპროექტს დანაშაულის პრევენციისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტს უწოდებს განათლების მინისტრი. გივი მიქანაძე ამ პროცესში საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. პირველ რიგში ასრულებს პრევენციულ ხასიათს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი არის ის პროექტები, რომელსაც განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს და რომელიც ეხმაურება იმ მნიშვნელოვან კომპონენტს, რაც დანაშაულის პრევენციასთან არის უშუალოდ დაკავშირებული. ის რომ კრიმინალური ქსელები ბავშვებს სულ უფრო ხშირად იყენებენ დანაშაულისთვის, რადგან კანონი არ ვრცელდება, არა მხოლოდ საქართველოშია აპრობირებული პრაქტიკა. ამ გამოწვევას ბევრი ქვეყანა ებრძვის. შვედეთი გეგმავს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 13 წლამდე შეამციროს. სისხლის სამართლის კოდექსს ექვემდებარებიან 10 წლის ბავშვები ირლანდიაში. პასუხისმგებაში მიცემა 16 წლიდან იწყება პორტუგალიასა და ლუქსემბურგში. მოზარდი მკაცრი კანონით 14 წლის ასაკიდან ისჯება გერმანიაში. საქართველო კი ამ გზაზე 14 წლამდე ბავშვებზე ზრუნვას ახალი კანონით გეგმავს. 14 წელს ზემოთ მოზარდებზე კი ისევ არასრულწლოვანთა კოდექსი გავრცელდება. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოამზადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონპროექტი, რომელიც იარაღის შესახებ კანონში სიახლეებს ითვალისწინებს. საკომიტეტო განხილვა დაწყებულია და ზუსტებულია იმ სახიფათო ნივთების ჩამონათვალი, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადატანა, გადაზიდვა და ასევე გასაღება კაცრად გაკონტროლდება. დარღვევა ჯარიმით დაისჯება. მაკუნა აბულაძის სიუჟეტი. აკუსტიკური იარაღი, ეგრეთ წოდებული ციცაკი, სპრეი და ელექტროშოკი. მას შემდეგ რაც იარაღის შესახებ კანონში ცვლილებები ოფიციალურად შევა, მოქალაქეებისთვის გამკაცრებული რეგულაციები ამოქმედება და სიცოცხლისთვის სახიფათო ეს ნივთებიც თავისუფლად აღარ გაიყიდება. სპეციალური ნებართვა დასჭირდება მას, ვინც ამ კონკრეტულ საშუალებებს გამოიყენებს. ქართული კანონმდებლობა ამ დრომდე მსგავს პრაქტიკას არ იცნობს. არასრულყოფილი სამართლებრივი ბაზა, უკონტროლო ბაზარი და დანაშაულის პრევენცია. გეკა გელაძის უწყება მცვლებათა პაკეტის საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით მოამზადა. შეზღუდვა ხდება ელექტროშოკური მოწყობილობის მოქალაქეებზე გაყიდვის, ტარების და გამოყენებასთან მიმართებაში, მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოებს, კერძო დაცვით ორგანიზაციებს და იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებსაც საქმიანობიდან გამომდინარე საჭიროება, მათ ექნებათ საშუალება, რომ შეიძინონ და გამოიყენონ. აკუსტიკური ხმოვანი იარაღი. ანუ რას გულისხმობს ეს საშუალება? ეს არის ზუსტად ერთ-ერთი ანალოგი ჩვეულებრივი ცეცხლსასროლი იარაღის, რომელიც ისვრის ფუჭვაზნებს. იმ შემთხვევაში, თუ კი კანონით განსაზღვრული მიზნებისთვის ესაჭიროება პირს ამ იარაღის შეძენა, ეს არის თეატრალური წარმოდგენა, კინოგადაღება და სპორტული ღონისძიება. ასეთ დროს თუ სჭირდება ადამიანს კონკრეტული ეს საშუალება, მას ექნება საშუალება მიმართოს პოლიციას, აიღოს ნებართვა და შეიძენს და ბოლო საშუალება ეს არის ეგრეთ წოდებული ციცაკის სპრეი. ამ საშუალების შემოტანა დაექვემდებარება ლიცენზირებას, იმიტომ რომ გავაკონტროლოთ რა შემცველობის შემოდის და მეორე მხრივ გაყიდვის ნაწილშიც 18 წლის ქვევით ბავშვებს არ ქონდეს მისი შეძენის საშუალება, ხოლო 18 წლის ზევით თუ კი ადამიანს ესაჭიროება თავდაცვის მიზნებისთვის, აქაც აიღებს წინასწარ ნებართვას. ძალოვანი უწყების მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტის საკომიტეტო განხილვა დაწყებულია. გაქცეული ლიდერის პარტიიდან დღეს დაინტერესდნენ, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ სამართალდამცავი ორგანოები ნებართვის გაცემისას. ვის მიხედვით გადაწყვეტს პოლიცია, ვის მისცეს შეძენის უფლება და ვის არა? ანუ რა კრიტერიუმით იხელმძღვანელებს? ვინაიდან ეს არის თავდაცვის საშუალება, შესაბამისად კონკრეტულ შემთხვევაში პოლიცია იხელმძღვანელებს თავდაცვის მიზნებისგან გამომდინარე და განსცეს ნებართვას, თუ რამდენად ესაჭიროება პირს. კანონმდებლების კითხვები შეეხებოდა იმასაც, როგორ დააზღვევს კანონი ნებართვის გაცემის შემდეგ რისკს, რომ აკრძალული ნივთები მოქალაქემ დიდი რაოდენობით არ შეიძინოს. სპრეითან დაკავშირებით მექნება მეც კითხვა, რომ მიმართვის შემთხვევაში განსაზღვრული არის, აი რამდენის შეძენა შეიძლება მოქალაქეს. შესაძლებელია ადამიანმა მოითხოვოს პირობითად 20-30 ცალის ერთად შესყიდვა და ეს რა თქმა უნდა ლოგიკას არ ექვემდებარება.
ასევე ამ კუთხით იხელმძღვანელებს მოწყვლადობა არსებობს, რა საჭიროება არსებობს და გონირულობა რა თქმა უნდა. მძიმე ტრავმებმა, დაზიანებებმა და არასრულწლოვანთა მხრიდან რეგულაციის გარეშე შეძენილი იარაღის გამოყენების ნეგატიურმა პრაქტიკამ ძალოვანი უწყება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნის აუცილებლობის წინაშე დააყენა. საკომიტეტო განხილვების დასრულების შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა. პროფესია პოლიციელი შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯარო სკოლებში ახალ პროექტს იწყებს. მიზანია ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმიანობის გაცნობა და მოზარდებში ამ პროფესიის პოპულარიზაცია. მოზარდებს შესაძლებლობა ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფსაც ეწვიონ და პოლიციელების ყოველდღიურ საქმიანობას ადგილზე გაეცნონ. გივი კუჯავაგი ამბობთ. აქ გვაქვს იმიტირებული შემთხვევის ადგილი მოწყობილი. ეს კი არის ჩვენი აღჭურვილობა, რასაც ექსპერტ კრიმინალისტები ვიყენებთ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სკოლის მოსწავლეებმა ის ტექნიკა და ინვენტარი დაათვალიერეს, რომელსაც სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი იყენებს. მოსწავლეებს დეპარტამენტების მუშაობის სპეციფიკის გაცნობის და სიმულაციურ აქტივობებში ჩართვის საშუალება ჰქონდათ. ახალგაზრდებში პოლიციელის პროფესიის შესახებ ცნობიერების სასამაღლებლად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი პროექტი პროფესია პოლიციელი დაიწყო. პოლიციის ერთი ჩვეულებრივი დღეზე შევიტყვე როგორი არის არც ისე ადვილი არის. გამოძიებასთან დაკავშირებით შევისწავლე ბევრი რა საინტერესო რაღაცა როგორ მოქმედებენ გამომძიებლები. ძალიან მომეწონა. პირველ რიგში თითის ანაბეჭდები ავიღეთ, გაგვესაუბრნენ, ჩვენც ავიღეთ, გვასწავლეს. შემდეგ სასროლ ლოკაციასთან ვიყავით და ძალიან საინტერესო იყო. მოსწავლეებში პოლიციელის პროფესიის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებსა და სამართალდამცველებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება. ახალი კამპანიის მიზანი მკაფიოა. პროექტის სასკოლო საზოგადოებას შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრებმა წარუდგინეს. დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, პროფესია პოლიციელი, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს ახალგაზრდებმა გაიგონ მეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ. მათ შესაძლებლობა ექნებათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში ადგილზე გაიცნონ მათ მიღწევებს, მათ შედეგებს, მათ წარმატებას, ყოველდღიურ საქმიანობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია იქნება პროფესიული უმაღლესი, სადაც მომავალი თაობა შეძლებს და ეუფლოს სხვადასხვა პროფესიებს. ის პროექტი, რომელიც დღეიდან უკვე განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელდება და დაიწყება, ემსახურება სხვადასხვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეების ვიზიტების ორგანიზებას საპოლიციო დანაყოფებში იმისთვის, რომ ახალგაზრდებს გქონდეთ უფრო მეტი წარმოდგენა თუ რა ტექნიკური საშუალებებით ხდება პოლიციის საქმიანობის განხორციელება, რამდენად მნიშვნელოვანი არის პოლიციელის როლი საზოგადოების წესრიგის დაცვაში. საზოგადოებაში პოლიციელის როლის უკეთ გასააზრებლად 8-დან 18 წლამდე მოზარდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტი უმასპინძლებს, სადაც მოსწავლეები მათი ყოველდღიური საქმიანობის სპეციფიკას უფრო ახლოს გაეცნობიან და სიმულაციურ დავალებებს შეასრულებენ. პროგრამაში წლის ბოლომდე 4000-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი დანაყოფები უმასპინძლებენ მოზარდებს და ადგილზე გავაცნობთ ჩვენი სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობას სპეციფიკას. კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან პროექტის საშუალებას მისცემს სკოლის მოსწავლეებს გააცნობიერონ მომავალში რა პროფესია აირჩიონ. სამართალდამცველის საქმიანობის და პროფესიის შესახებ ცნობიერების ამაღლება სამინისტროს პრიორიტეტად რჩება. ნარკოდანაშაული როგორც მსოფლიო გამოწვევა, ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი, ნარკოდანაშაულთან ბრძოლა კი არ შეჩერდება, ეს საზოგადოებას შინაგან საქმეთა მინისტრმა უთხრა. პარალელურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე პოლიციამ 5 ადამიანი, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავა, ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკი. ბრალდებულებს პატიმრობა უკვე შეეფარდათ. მარიამ ქართველიშვილი გიამბობთ. საქართველოში ტურისტის სტატუსით ჩამოსული თურქეთის მოქალაქე ნარკოდანაშაულში ამხილეს. ქრონიკამ გაარკვია, რომ სასტუმრო ბილტმორის 2003 ნომერ ოთახში დაბინავებულ იბრაჰიმ ილმაზის 22 შეკვრა კოკაინი, ფსიქოტროპული ნარკოტიკი, ლირიკა და მარიხუანა უპოვეს. დაკავებული დუმილის უფლებით სარგებლობს. იყო თუ არა ბრალდებულის საქართველოში ჩამოსვლის მოტივი ნარკოტიკების გასაღება, კითხვებს ადვოკატიც არ პასუხობს. ვერაფერს ვერ გეტყვით სამწუხაროდ, კომენტარს ვერ გავაკეთებ.
ბოლო 24 საათში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში კრიმინალურმა პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა. ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ლატვიის მოქალაქე, რომელსაც ნარკოტიკების რეალიზაციაში ხელშეწყობას ედავებიან, ჩანს გავრცელებულ ვიდეო მასალაშიც. ქრონიკის ინფორმაციით ბრალდებულმა გამომძიებლებს მიუთითა, სად დაუტოვა კლიენტს ნარკოტიკი. პროკურატურამ ყველა დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობის საფუძველზე ნარკოდანაშაულში ბრალდებულები სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ირკვევა, რომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებული საპოლიციო ოპერაციის შედეგად 8 სახის, მათ შორის მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ეს კი იქამდე, ვიდრე საშიში ნივთიერებები მომხმარებლამდე მივიდოდა. ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება, კოკაინს, ალფა-პვპ-ს, MDMA-ს, გამომშრალ მარიხუანას, ფსილიცინის შემცველ სოკოს, ფუპ-AMB-სა და ბუპრენორფინს. ორმა ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსეს ნარკოტიკული ნივთიერებები, რაც საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში სამართალდამცავებმა ამოიღეს. ნარკოდანაშაულთან ბრძოლა ქვეყნის მთავარი პოლიციელისთვის მთავარ პრიორიტეტებს შორის არის. გეკა გელაძე ამბობს, რომ პრობლემის გადაჭრაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად სხვა უწყებებიც არიან ჩართული და რეფორმები ამ მიმართულებით გაგრძელდება. ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით გაძლიერდა ნარკოდანაშაულთა ბრძოლა, ეს რა თქმა უნდა მსოფლიოს გამოწვევად რჩება ნარკოდანაშაული და ამ მხრივ არც საქართველოს არის გამონაკლისი და მიმართულებით სახელმწიფოს მიერ როგორც საზოგადოებას დავპირდით, იქნა ძალიან ქმედითი ნაბიჯები გადადგმული, როგორც საკანონმდებლო, ისე საპოლიციო ღონისძიებების თვალსაზრისით და გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმები და წამოწყებული, ეს არ გაჩერდება, ეს გაგრძელდება ეს პროცესები და კიდევ უფრო მეტ მიღწევას შევძლებთ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. ბოლო დღეში დაკავებულია 6 ადამიანი, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის 150 გრამი კოკაინი. თურქეთიდან მომავალი ავტობუსის სამალავში საბაჟოს ოფიცრებმა აკრძალული ნივთიერება იქამდე ამოიღეს, ვიდრე ის ქვეყნის შავ ბაზარზე გაიყიდებოდა. დანაშაულისთვის 20 წლამდე ან უვადო პატიმრობაა განსაზღვრული. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ღვთამისაღების ფაქტზე თბილსერვის ჯგუფის თანამშრომელი დააკავა. გამონძიების ინფორმაციით, ბრალდებული მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებისგან კონტროლის ღონისძიების თაობაზე წინასწარი ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ ორ კვირაში ერთხელ 3,000 ლარს ითხოვდა. საქმეში დევს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო ვიდეო მტკიცებულებაც. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კონვერტი როგორც მიხარი. თურმე სიგარეტი ჩადებული დაგატოვებია, ვერ მივხვდება მასა. დანარჩენი 5-ისთვის როგორც თქვით. თურმე საინტერესო იქნება. რა, თურმე საინტერესო დიდუბეში ადიმაში. დაწყებში დაგილაკებაში. ვაგზალე ის სულ ბოლომდე რო იყოს არ მაწყობს სხვა. დიდუბეის ბაზარი არა. ნავთლუხი განსაკუთრებით რა. ზღოლები, რომლებიც დედაქალაქში ტაქსით მომსახურებას შესაბამისი ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით ეწეოდნენ, ჯარიმა საურავებისაგან გაათავისუფლდებიან. საუბარია ათასობით ადმინისტრაციულ საქმეზე და 8 მილიონ ლარამდე ჯარიმებზე. კანონპროექტებზე მსჯელობა პარლამენტში უკვე დაწყებულია. მომსახურების სექტორის მხარდამჭერი ჰუმანური აქტი და ერთჯერადი შეღავათი იმ ტაქსის მძღოლებისთვის, რომლებიც დედაქალაქში ტაქსით მომსახურებას ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით ეწეოდნენ. დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან ის ადამიანები, რომლებმაც კანონით დადგენილი წესები 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაარღვიეს. ტაქსის მძღოლები ასევე გათავისუფლდებიან ნებართვის გაცემის ფასის დავალიანებისგან. ჯარიმების საერთო ღირებულება 8 მილიონი ლარია. კანონმდებლები განმარტავენ, რომ 2018 წლამდე სექტორში რეგულაციები არ არსებობდა. შესაბამისად, ახალმა რეფორმებმა კანონდარღვევები გამოიწვია. ხელისუფლების მთავარი მიზანი კი არა მოქალაქეების დაჯარიმება, არამედ სფეროს რეგულირებაა.
რეფორმა საკმაოდ ახალია, თუმცა წარმატებით წარიმართა ეს რეფორმა და იმის გათვალისწინებით, რომ აქ მთავარი მიზანი არ იყო, ასე ვთქვათ, რომ ბიუჯეტს რაღაც თანხები მიიღო ამ 100 თუ 50 ლარიდან გამომდინარე. არამედ აქ მთავარი მიზანი იყო, რომ სფერო ყოფილიყო დარეგულირებული სანდო და მოსახლეობისთვის უსაფრთხო. აუცილებელია ეს ერთჯერადად გარკვეული ამნისტია გამოცხადეს. საკომიტეტო განხილვების დროს მკაცრად განისაზღვრა, რომ გადაწყვეტილება ერთჯერადია და მხოლოდ იმ დარღვევებს შეეხება, რომლებიც უკვე გამოვლინდა. ამნისტია ახალ დარღვევებზე არ გავრცელდება. რეკომენდაციას ვაძლევთ რეგულაციის აღსრულებლებს ყველას, რომ ეს რეგულაცია უნდა აღსრულდეს. კანონპროექტი დღეს პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტების სხდომაზე განიხილეს. ჰუმანურმა აქტმა, რომელიც მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება, ქვეყნიდან გაქცეული ბრალდებული ექს-პრემიერის პარტიის წევრების მხარდაჭერა ვერ დაიმსახურა. კანონის უპატივცემულობას ხო არ ვახალისებთ. წნეხზე როცა საუბრობთ, იმდენ მოქალაქეს აქვს დღეს ჯარიმის წნეხი. თავაზობთ, რომ ჯარიმები გავზარდოთ. ინტერპრეტაციას მივაკეთებთ. ადამიანები, რომლებიც კანონს პატივს არ სცემენ, მათ მიმართ ჯარიმები იქნება. ერთს გირჩევთ, რომ თქვენ იშრომოთ იმისთვის, რომ წინადადებები რეფორმების თაობაზე თქვენმა პარტიამაც წარმოადგინოს. ოღონდ ისეთი, რომელიც გამყარებული იქნება არა პოლიტიკური კეკუცობის იმ მასშტაბით, რითიც ამ ბოლო დროს ძალიან აქტიურად გამოირჩევით, არამედ რეალური მონაცემებით. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით დადგენილი წესების სამჯერ დარღვევის შემთხვევაში შესაბამის ორგანოს უფლება აქვს ტაქსის მძღოლს ლიცენზია შეუჩეროს. დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ ამნისტიის შემდეგ ჩადენილ სამართალდარღვევებზე კანონის პასუხი შესაბამისი და მკაცრი იქნება. იყო შემთხვევები, როდესაც მაგალითად ტაქსის ლიცენზიას ვადა ჰქონდა გასული და ისე აგრძელებდნენ მუშაობას, არ იხდიდნენ გადასახადებს, შემდეგი დანაშაულები, რა თქმა უნდა, აღიკვეთება და ვიქნებით ძალიან მკაცრები. კანონპროექტს მომდევნო სასესიო კვირაში პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. თბილისში ეკოლოგიაზე მავნე ზეგავლენისთვის დაწესებული ჯარიმები ახალი წლიდან 5-ჯერ გაიზრდება. კონკრეტულ სამართალდარღვევებზე ფინანსური სანქციების დაკისრება რამდენჯერმე გადავადა, რათა კონკრეტული სუბიექტები სათანადოდ მომზადებულიყვნენ. 2026 წლიდან კი კანონის აღსრულება უკვე მკაცრად გაკონტროლდება. რა სფეროებს ეხება გამკაცრებული რეგულაციები, მარიამ ბუღაძე მოგვიყვება. გარემოს დაცვითი რეგულაციები მკაცრდება, ჯარიმები ხუთმაგდება კონკრეტული დანაშაულებისთვის, რომელიც საბოლოოდ არის დაბინძურებას იწვევს და მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობაზე. კანონპროექტით ჯარიმები გაიზრდება ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავების, მისი არასათანადო წესით ტრანსპორტირების და ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრის შემთხვევაში. არსებული ჯარიმები იზრდება ასევე მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ასევე ადვილადაალებადი ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის არასწორად განთავსებისა და რეალიზაციის შემთხვევაში. სანქციები, რომელიც განისაზღვრა 2019 წელს, ახლა შემოთავაზებულია, რომ გაიზარდოს ფიზიკური პირისთვის 500 ლარიდან 2500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისთვის პირველი შემთხვევისთვის 5000 ლარიდან 10000 ლარამდე, ხოლო საბოლოო ჯამში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებთან მიმართებით ამგვარი ქმედების განხორციელება იურიდიული პირებისთვის 60000 ლარი. ცვლილებების შედეგზე ორიენტირებული იქნება და დამატებითი პრევენციული ხასიათი ექნება. კანონის აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება. ზედამხედველობას ვინ განახორციელებს? აი ამ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც ნივთიერებების და პროდუქტების, მეორად პროდუქტების განთავსების ადგილებს ეხება, ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური, სრული წესით დამუშავება, ბეტონმზიდი და ტრანსპორტირება გადაუხურავი საშუალებებით. ამ შემთხვევაში დუბლირებული გვაქვს როგორც მუნიციპალიტეტებს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს. საკომიტეტო განხილვის დროს კანონმდებლები შეთანხმდნენ, რომ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება, რათა რეგულაციები ეტაპობრივად დედაქალაქის გარდა სხვა მუნიციპალიტეტებსაც შეეხოს. ძალიან ბევრი მუნიციპალიტეტი ამ პრობლემის წინაშე, რომ რამენაირად მოგვარდეს და გადაწყდეს. კარგია, რომ აქ არის კონსენსუსი, ეტაპობრივად მოხდეს ამ რეგულაციების შემოღება მუნიციპალიტეტებშიც. ბიზნეს სუბიექტები, რომლებსაც კანონი შეეხებათ, სრულად ინფორმირებულები არიან. თბილისის მერიამ მათ გონივრული ვადა მისცა, რათა ახალ რეგულაციებს მორგებოდნენ. რამდენჯერმე გადავადებაც გავაკეთეთ, იმიტომ რომ
მომზადებული იყვნენ ის ადამიანები, ვინც აღნიშნულ სფეროში არის ჩართული, მათ ქონოდათ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოქმედონ, როგორ უნდა გააგრძელონ მუშაობა, როგორ უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობთ ამას, იმიტომ რომ ჰაერის დაბინძურებაში ძალიან დიდი როლი აქვს აღნიშნულ მიმართულებას. კანონპროექტი, რომელიც დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს, ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან შევა. სანიტარო-ჰიგიენური ნორმების დარღვევა და გაურკვეველი წარმომავლობის საღებავის გამოყენება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა თევზის შესაბოლ 2 საწარმოში კრიტიკული დარღვევები აღმოაჩინეს, ასევე სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა გამოვლინდა 9 ბიზნეს ოპერატორთან. შედეგად დაიხურა 2 საწარმო, ბიზნეს ოპერატორები კი დაჯარიმდნენ. ბაკო მეზურნიშვილი გიამბობთ. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში თბილისში თევზის შესაბოლ 2 საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. კერძოდ არასათანადო რეცხვა, დეზინფექცია, დეზინსექცია, დერატიზაცია. ასევე მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნეს ოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. წელს გამოვლინდა აღნიშნული მიმართულებით როგორც ჰიგიენური წესის დარღვევის ფაქტები, ასევე ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტი, რაც მოიცავს მომხმარებელთან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას. მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი სხვა ჩამონათვალთან ერთად ითვალისწინებს სურსათის ეტიკეტზე საკვების აღებავებისა და დანამატების დასახელების დატანას. ბიზნეს ოპერატორი ასევე ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატი. იმ შემთხვევაში, თუ ეტიკეტზე არ არის დატანილი სრული ინფორმაცია, ბიზნეს ოპერატორს ეკრძალება ასეთი სურსათის გაყიდვა და ვალდებულია ბაზრიდან ამოიღოს. სენსორული დანამატებით განპირობებული წითელი შეფერილობა არ არის მავნე. სენსორული დანამატები სრულყოფილად უნდა იყოს აღნიშნული ცხოველის საკვების ეტიკეტზე, მათ შორის ინფორმაცია მისი რაოდენობის შესახებ. საკვების აღებავის გამოყენება კანონმდებლობით ნებადართულია და რეგულირდება საკვებ დანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით, თუმცა აუცილებელია სურსათის ეტიკეტზე მითითებული იყოს მისი სრული დასახელება და წარმომავლობა. საღებავების გამოყენება საკვებ პროდუქტებში არის დაშვებული იმის გამო, რომ საკვებს მივცეთ უფრო სასურველი, მიმზიდველი სახე, მაგრამ ამან არ უნდა დააზიანოს ჩვენი ჯანმრთელობა. აქედან გამომდინარე, სინთეზური იქნება ეს თუ ბუნებრივი წარმოშობის, აუცილებლად რეგულაციას ექვემდებარება. ქვეყნის მასშტაბით 200-მდე ობიექტში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა გამოვლინდა 9 ბიზნეს ოპერატორთან. სხვა შემთხვევებში ხიზილალისა და თევზის საწარმოებში იყენებენ მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ საღებავებს, ხოლო გამოყენებული საკვებ დანამატების შესახებ ეტიკეტი შეიცავს ინფორმაციას. საქართველოს მთავრობას ქვეყანაში 4 მსხვილი სტარტაპ აქსელერატორი შემოხავს. მიზანი არსებული სტარტაპების განვითარება და დიდ ბაზრებზე გასვლა. ახალი ინიციატივა ინოვაციური ეკონომიკის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნინ ჩუბინძის რეპორტაჟში. ინოვაციური სტარტაპი, რომელიც კომპანიებს ეხმარება ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების საძიებო სისტემებში მათი ბიზნესის ხილვადობა გაიზარდოს, მომსახურებას საქართველოს გარდა უცხოურ უმსხვილეს კომპანიებს უწევს. სტარტაპმა ქვეყანაში მოქმედი მხარდამჭერი პროგრამებით უკვე ისარგებლა. დიდ ბაზრებზე გასასვლელად კი ამბობენ, რომ ეგრეთ წოდებული აქსელერატორების შემოყვანა უმნიშვნელოვანესია. ტექნოპარკის 150,000 ლარიანმა გრანტმა საშუალება მოგცა, რომ ბევრად უფრო მალე გავსულიყავით საერთაშორისო ბაზარზე, ვიდრე ამას ჩვენი ძალებით მოვახერხებდით. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური აქსელერატორების შემოსვლა ქართულ ბაზარზე, რადგან მათი დახმარებით ქართველ ინოვატორებს და სტარტაპერებს შეეძლებათ ბევრად უფრო დიდი კონკურენცია გაუწიონ უცხოელ, მაგალითად Silicon Valley-ის ინოვატორებს. იმისათვის, რომ საქართველოში არსებული სტარტაპები განვითარდეს და საერთაშორისო დიდ ბაზრებზე გავიდეს, მთავრობას ქვეყანაში 4 მსხვილი სტარტაპ აქსელერატორი შემოხავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო გამოცდილების მენტორები დამწყებ ბიზნესს ისეთ რეკომენდაციებს მისცემენ, რომელიც მათ ბიზნეს საქმიანობას წარმატებას და განვითარებას დააჩქარებს. 4 ტოპ წამყვანი საერთაშორისო აქსელერატორი შემოვიდა ქვეყანაში და შესაბამისად ქართულ სტარტაპებს არა მარტო წვდომა ექნებათ ფულად რესურსთან, რომელსაც საქართველოს მთავრობა მათ საგრანტო მიმართულებით განახორციელებს, რაც ასევე 150,000 ლარიდან 200,000 ლარამდე გაიზარდა. ამასთან ერთად მათ ექნებათ წვდომა წამყვან საერთაშორისო ცოდნასთან.
ბაზარზე სადაც კონკურენცია გლობალურია, ახლა ქართულ სტარტაპერებს ეძლევა ჩანსი უნიკალური იდეებიდან რეალურ ინვესტორებისათვის მიმზიდველ პროდუქტებამდე გზა მსოფლიო დონის მენტორებისა და ექსპერტების მხარდაჭერით გაიარონ. ახალი ინიციატივა არა მხოლოდ ტექნოლოგიურ პროგრესს, არამედ ინოვაციური ეკონომიკის ფორმირებას ემსახურება. ქართული ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება გადადის თვისობრივად ახალ ეტაპზე, სადაც სახელმწიფო უფრო მეტ აქცენტს და ყურადღებას დაუთმობს დასავლური კაპიტალის და ცოდნის მოზიდვას ქართული სტარტაპებისთვის. გამოვლინდა 3 ამერიკული და 1 ევროპული ტოპ აქსელერატორი, რომლებიც 2026 წლიდან დაიწყებენ ოპერირებას საქართველოში. სახელმწიფოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული სტარტაპ მხარდამჭერი პროგრამების შედეგად უკვე შექმნილია 4000 სამუშაო ადგილი, ხოლო ეკონომიკაში მოზიდული კერძო ფინანსური სარგებელი 700 მილიონ ლარს აღწევს. სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია ნორვეგიანი საქართველოს ავიაბაზარზე იწყებს ოპერირებას. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად კოპენჰაგენი თბილისი კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისები 27 ივნისიდან კვირაში ორჯერ შესრულდება. ანუკე ჩხიკვაძის სიუჟეტი. კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ევროპული ავიაკომპანია ქართულ ბაზარზე. კოპენჰაგენი თბილისი, თბილისი კოპენჰაგენის მიმართულებით ნორვეგიული ავიაკომპანია ნოვეჯეინი იფრენს. პირდაპირ რეგულარული რეისები დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქს შორის 27 ივნისიდან კვირაში ორჯერ შესრულდება. მაშინ როცა ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმის სფეროში სკანდინავიის ქვეყნები სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ, ახალი შესაძლებლობა ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულება, რადგანაც სკანდინავიის ქვეყნები ზოგადად წარმოადგენენ ჩვენთვის სამიზნე ჯგუფს. შესაბამისად, ჩვენი ტურიზმის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს მათთან იმისათვის, რომ გაიზარდოს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა ციფრი. მორგი წამყვანი ევროპული ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა იმ წარმატებულ საავიაციო პოლიტიკას ასახავს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ბაზარზე ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა კი გაზრდილი ტურისტული ნაკადის წინაპირობა გახდება. ამასთან სიახლე მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციასა და სწორ პოზიციონირებას შეუწყობს ხელს. ფრენები ხელს შეუწყობს დაკავშირებული იყოს ჩვენი ორი ქვეყნის დედაქალაქი ერთმანეთთან პირდაპირ ფრენებით. რაც მნიშვნელოვანია როგორც ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გასამყარებლად. თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირ საჰაერო რეისი ქვეყანაში კიდევ უფრო გაზრდის მაღალმხარჯველ უნარიანი ტურისტების შემოდინებას, რაც გაუმჯობესებს იმ რეკორდულ მაჩვენებელს, რომელიც ქვეყანას ამ მხრივ გასულ წელს ჰქონდა. ნორვეგიული ავიახაზების პირდაპირ ფრენის მეშვეობით ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო გავაძლიერებთ იმ დამაჯერებლობას, რომ მოვიზიდოთ უფრო მაღალმხარჯველიანი ტურისტები, შევუქმნათ მათ მარტივი კომფორტი, რომ პირდაპირ რეისებით მოხვდნენ სკანდინავიის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით, კონკრეტულად კი ჩამოვიდნენ თბილისში და შემდეგ უკვე მოინახულონ საქართველოს სხვადასხვა ქალაქები. ამ ორ დედაქალაქს შორის აქამდე პირდაპირ ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა. საქართველოს კოპენჰაგენთან საჰაერო გზით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აკავშირებდა. თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა კი ხალხთა შორის კავშირების ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება. კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე თბილისში ნაძალადევის რაიონში განახლებული სივრცე გაიხსნა ზღვის უბნის დასახლებაში, მოეწყო საპარკო ინფრასტრუქტურა, ბავშვთა გასართობის სივრცე, დასასვენებელი პავილიონი, საფეხმავლო ბილიკები და დამონტაჟდა ასევე შადრევანი. სამუშაოებზე გამგეობის ბიუჯეტიდან 1,50,000 ლარი დაიხარჯა. ნუცა ფიჩკდანაშვილი გიამბობთ. ბავშვებს ჰაერი და ჯანსაღი გარემოთ ნამდვილად ესაჭიროებათ. განახლებული ინფრასტრუქტურა და ბავშვთა გასართობის სივრცეები. ნაძალადევის რაიონში სკვერის რეაბილიტაციას მოსახლეობა განსაკუთრებულად ელოდა. ანაპის 414 დივიზიის ქუჩაზე 4000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერი სრულად რეაბილიტირდა. როცა შვილები ყავს, როცა დედა ხარ და უფრთხილდები მათ ჯანსაღ ცხოვრებას და ფიქრობ მათთვის ყველანაირად, გიხარია, რომ ესეთი ლამაზი სკვერები იქმნება და მადლობა ქალაქის მერიას. ნაძალადევის რაიონში სკვერის რეაბილიტაცია დედაქალაქის მერმა რამდენიმე თვის წინ დაანონსა. დღეს კი დასრულებულ პროცესს ადგილზე გაეცნო. სკვერში გაკეთდა საპარკო ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდა შადრევანი და დასასვენებელი პავილიონი. დიდი სივრცე არ არის დაახლოებით საერთო ჯამში 9 ჰექტარზეა საუბარი, თუმცა მაქსიმალურად მოხდა სივრცეების ათვისება. მოწესრიგებულია ყველანაირად, ძალიან სასიამოვნო გარემო არის შექმნილი. ირგვლივ ბევრი ოჯახი ცხოვრობს და ძალიან კარგია, რომ აღნიშნული სივრცე მოწესრიგებულია, სადაც ადამიანებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ
ჩამოვიდნენ, ჩამოიყვანონ თავიანთი შვილები, შვილიშვილები, დაისვენონ, გაერთონ, ივარჯიშონ. რეაბილიტაციის ფარგლებში ჩატარდა გამწვანების სამუშაო, დამონტაჟდა სარწყავის სისტემა, დაირქო ხეები და ბუჩქები, დაიდგა საპარკო ავეჯი და გაკეთდა სასმელი წყლის შადრევანი. გაკეთდა შადრევანი, აქ იყო ადრე ძველი შადრევანი, რომელიც უსახური იყო, ძალიან ანტისანიტარია იყო, მოეწყო ასევე სარწყავის სისტემა, ბალახის ნარგავები, ხემცენარეები, სათვალთვალო კამერები, ასევე LED განათება, ყველანაირი მოსასვენებელი ადგილი, ასევე ბავშვებისთვის ატრაქციონები. ზღვისუბნელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი სივრცეების მოწყობა, იმიტომ რომ უამრავი მასალა არსებობს იმისი, რომ ესეთი პროექტები განხორციელდეს და შესაბამისად მზაობა გამოთქვა როგორც ქალაქის გამგეობამ, ისე ქალაქის მერიამ, რომ აღნიშნული პროექტები განახორციელოს და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ზღვისუბანი გახდება ერთ-ერთი ყველაზე გამწვანებული უბანი მთელს თბილისში. პროექტის ჯამური ღირებულება 1.150.000 ლარს შეადგენს, რომელიც თბილისის მერიამ დააფინანსა. წარმატება ქართულ მურაგბეებს, დღეს ყველა სიახლეს გაეცნოთ იბედი ნიუზ-ჭიზე. 23 საათზე იმედი ლაივის სტუმარი პარლამენტის თავმჯდომარე იქნება ნახვამდის.